Okay, let's do this thing. სოფო გამარჯობა. როგორ ხარ? მოგესალმებით. ეს ჩვენთან ერთად იქნება ციც. Hello. და დავიწყოთ პირდაპირ ყოველგვარი წარდგენების გარეშე. ეგრევე დავიწყოთ შენი ახალი და ვარქვა თუ რამდენიმე თვე. ჯერჯერობით ახალი არის. Game Over, ალბომის სახელი Game Over. დიახ, შედგება 10 სიმღერისგან. აჰა. რომლებიც დავწერე, მე ჩავწერე სტუდიაში, მე ბენჩი გავაკეთეთ და ხო. მე მაქვს კითხვა მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ შემიძლია რომ არ ავღნიშნო ის არაჩვეულებრივი მუსიკოსები, ვისაც იმუშავე მართლა შესაშურია ალბათ ეგ პროცესი და მე მაინტერესებს როგორ გაერთიანდით რა. აუ თან კაი კითხვა არის და არ ვიცი ხოლმე საიდან დავიწყო მაგის მოყოლად, მაგრამ მე სტანდარტულად ერთ და იგივე გამოდის ხოლმე. მე და ალექს ბერძს, რომელსაც ძალიან კარგად იცნობ, მოგვივიდა My brother. მოგვივიდა ეგეთი იდეა, რომ ორივეს გვინდოდა გვეკეთებინა რაღაცა ისეთი უკომპრომისოდ, რაც აი გათვლილი კი არ იქნებოდა რამეზე. მხოლოდ იმაზე იქნებოდა ორიენტირებული, რომ აი რა გვსიამოვნებს. როგორი მუსიკის კეთება გვსიამოვნებს. არაკომერციულ პროექტს. ხო, აი არანაირი ეგეთი კომერციული გათვლების, მაგ გათვლების გარეშე რა. სუფთად იმაზე, რომ აი ეხლა რა გაგვისწორდებოდა. და მივედით იქამდე რომ გავაკეთოთ ბენდი და ალეკომ გადარეკა გადმორეკა თავის ძველ მეგობრებში, მე კიდე გადაირეკა და დრამერი ვიპოვეთ და მე შევიკარით ბენდი, რომელსაც დავარქვით სოფო. ოკეი. ეს მე რომ მეგონა რომ სოფოსო, ბენდსოს. კი, ბენდი სოფო, ნამდვილად. აი სულ თავიდან, აი რომ კითხეთ იდეასთან დაკავშირებით, დავწერე ეგეთ სიმღერა Game Over-ი. კაი ხანი ეგეთი ეტაპი მქონდა, რომ ცოტა დეპრესიაში რო ხარ და რაღაცნაირად რო ხარ და მგონია რომ ვეღარ ყველა სიმღერას პოპში რო გაწყვეტენ, მაგრამ ძალიან heartbroken და დეპრესიები და ასე. ხო და კარჩე ძალიან დიდი ხანი ისე გადიოდა დრო, რომ ვერც ვერაფერს ვერ ვწერდი, რომ მღეროდი არ მომწონდა, ჩემი ხმა და არაფერი არ მომწონდა, მოკლედ და რაღაც შიშებში რო ხარ, რომ შეიძლება ვერც ვეღარას დროს ვეღარ დაწერო, შეიძლება არც ხარ songwriter-ი ვაფშე და რა და მაგ პერიოდში აი პიქს რო მიაღწია, მაგრამ ხო აი პიქს რო აღწევს მე რო რაღაც გეცემა, ეგრე დამეცა ეგ Game Over-ი რო გიტარა ავიღე უბრალოდ ხელში და რაღაცებს უკრავდი და დავწერე Game Over. ეგზე მივხვდი რომ შენ იყავი ყველას ავტორი, იმიტომ რომ დაახლოებით რაღაც ისტორიები ხო ვიცი და ისე დამეჩდა მე შენ პერსონალიტისთან, არ მივხვდი რომ ყველას ავტორი შენ იყავი. იმიტომ რომ თუ რაღაცები არ იცი ჩემზე, შეგიძლია ჩემს სიმღერას მოусვინო უბრალოდ და მიხვდები რაღაცა. მე არაფერი არ ვიცოდი სიმართლე. სოფო ბათილაშვილი ვიცოდი იმ პროექტებიდან, რაც იყო და ქართული სიმღერები ეწყინება და არ მომწონდა ის სოფო ჩემთვის ეს სოფო ახლიდან დაიბადა ეხლა რა. ხო და ეს სოფო იყო ჩემთვის. მე მივხვდი რომ სხვა ყოფილა რა. ვერ ხვდებოდი მე რა უნდა. ძალიან ისე მომისმინე მე ჩასაფრებულმა თუ მენდე. ამ ალბომს გულისხმობ? ამ ალბომზე არაფერი ჩასაფრებული. არა. აი პირველივე ტრეკი რო ჩავთე, მან მივხვდი რომ სხვა რაღაც იყო საერთოდ რა. და მე ისე გახურდა რომ საერთოდ აზრი არ ქონდა იმას რაც ფავორიტი იქამდე მქონდა ნანახი ხო? კი. ვერ ვიტყვი რომ ანუ ეს არის როგორ გითხრა მართლა თუ ოდესმე წარმომედგინა რომ აი რავი რამდენი წელია მიცნობ და მაშინაც მიყურებდი. მაშინაც ვიძახდი რომ სულ ჩემი ოცნება არის რომ ვაკეთო ის რასაც მევწერ და რაც მომწონს რა. ვერ ვიტყვი რომ იმაში ის ვიყავი რა ქვია ვიგონებდი ან პერსონაჟი შევქმენი. ეგეც ჩემი ნაწილი იყო. უბრალოდ რაც ექსპერიმენტის ფაზა იყო თითქოს რომ აი ქართულად არ ვმღერი და აბა როგორ ვიმღერებ ქართულად და რაღაც ეგეთი რაღაც გამოვიდა მაშინ. და მე რომ დავუფიქრდი ჩემ თავს რომ ვიფიქრე იმაზე რომ აი საერთოდ აღარ მინდა არც კონცერტი მიხარი არაფერი არც სიმღერა საერთოდ აღარ მინდა. მე ნელ-ნელა დავუფიქრდი ჩემ თავს და მივხვდი რომ თუ შენთვის ყველაზე ძვირფას საქმეს აკეთებ და ამისგან სიამოვნებას ვერ იღებ, ესე იგი რაღაცა ფუნდამენტალური პრობლემა არის. და მივედი იქამდე, რომ
იმას არ ვაკეთებ, რაც გულით მინდა, უბრალოდ ძალიან მარტივად ეს ექსპერიმენტის ფაზა გაცდა და იქცა იმად, რომ ეხა უბრალოდ შემოსავალი მექნება და რაღაცა რა, ანუ რთულია მაგაზე უარის თქმა, მაგრამ კითხვას გაეცი, ეხა დაუსმელ კითხვას გაეცი ფაქტიურად პასუხი. ეგ მომენტი შეგიძლია გაიხსენო, იმიტომ რომ მე ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ გქონდეს ემოციური კავშირი იმასთან, რასაც ასრულებ. და აი ეგ ბუმ როდის მოხდა, რომ აი აღარ მინდა ქავერი. დამეწყო აი ერთს მე მგონი შენ შეესწარი. პირველს შეიძლება. ჩემი პანიკური შეტევა. მახსოვს კი. აი მაგ დროს წამომივიდა გიჟივით და აი უკვე რავი დღე ჯერ რა ვიცი ერთ კვირაში ერთი რო გაქვს რა არის და მე ყოველ დღე და ხანდახან დღეში რამდენჯერმეც მემართებოდა. და აი ძალიან ცუდად ვიყავი რა და რაღაც მომენტში მივედი მართლა ეგ დღე დადგა რომ რაღაც მივხვდი რომ всё ოკეი შემიძლია დაგროვებული მაქვს რაღაც ფული რომ ცოტა ხანი აზრზე მოვიდე. და რაღაც საერთოდ დავლაგდე რა მივხვდე რა ხდება ვაფშე და აი მაგ ერთმა მომენტმა შეცვალა ის რომ აი მორჩა რა ამის იქით რაღაც იყო დაგეგმილი ეგენით ჩავამთავრე და ამის იქით ვთქვი რომ აღარ იქნება ეს რაც არ მინდა ჩემი თავის მიხედვა დავიწყე მივედი ფსიქიატრთან ფსიქოლოგთან მკურნალობა დავიწყე და რაღაც ამოყირავდა რა 180 გრადუსით სხვა პალასაზე გავიჩითე უცებ იქ სადაც ჩემი თავი ეხა უნდა ვაშენო და მივხვდე ვინ ვარ, რა მინდა. ძალიან დიდი ფუფუნება არის ეხა უბრალოდ იმერ მაგრად გამოსდი ძალიან დიდი ფუფუნება. ეგ ნიჩზე უსმევს ხას, აქვე პატარა კომპლიმენტი რომ იმდენად ბუნებრივად, აი მეგონა რომ ეგ იცი როგორ გიყვარდა, რასაც აკეთებდი, აი სახე და მთელი ემოცია და ანუ სიმღერას რომ უყურებდი, ანუ ძალიან დავალება რომელსაც გასრულებდი და ეგ იყო ჩემთვისაც ჩელენჯი, რომ აბა ეხა ეს საუკეთესოდ უნდა გავაკეთო, რა ჩემი აი რომ უყურებდი მართლა არც ერთი სიმღერა ის რაც იყო არ ყოფილა არაზოს ჩემთვის არც საყვარელი, მან ნანახი მაქვს რა. ნანახი მაქვს იმ ემოციის გამო, რაც მოდიოდა მოდია აღნიშნოთ ტექნიკაც, რომელიც ალბათ, ნუ ამას უნდა შევეხო და ეს ვთქვა, იმიტომ რომ მე არ მქონა მოსმენილი. რაც გააკეთა მაი მაგ პერიოდში სოფო, მე არ ვიცოდი რა. დაიგვიანეს არის ეგეთი ხალხურია თუ არ ვცდები ავტორი არ მახსოვს არ არის წესი. საიდან? ოპერიდან ხალხური სიმღერების ტურში მიმღერე. რომ მახსოვს რომ ჰამლეტ გონაშვილის ასრულებდა ძალიან ბევრი, მაგრამ ის უნდა აღინიშნოს რომ ყოველთვის ამას ასრულებდნენ ქართველი მამაკაცი, ანუ გამოვიდა სოფო ჩოხით და იმღერა დაიგვიანეს, რომელიც ტექნიკურად არის დამიჯერეთ ვოკალურად ვამბობ ურთულესი და თან იყო აი ძალიან მოულოდნელი, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან ბევრი ვერსია მაგრამ ნახე და ყოველთვის ასრულებდნენ მამაკაცები. იმიტომ რომ ქალისთვის ეგ ისედაც ტემბრალურად რეგისტრში ანუ ძალიან რთულია და აი ჩოხით ასე დადგა რომოვისმინა აი არ მქონდა შეგრძნება ძალიან გამისწორდა მაგ დროს რა ზუსტად მაგიტო რა თითქოს რაღაც კაცების არის ეს და ქალი ვერ იზამს თუ რაღაც ეგ რო არის და ეგ ჩელენჯიც მქონდა რომ რას ქვია ხო და ანუ მე ხანი ვიქრინჯებოდი მაგრამ ეხა ვამაყობ დიდი ხანი ვიქრინჯებოდი მართლა რო უყურებდი ჩემს იცი რატო მგონია რომ ხო აი ის სოფო და ეს სოფო ხო სრულად განსხვავებულია იმასაც აკეთებდა ძალიან მაგრამ ჩემთვის არ იყო ხო და ეგ არის მე ვარ საშენო არის ხო ვერ უსმენდი იმას მაგრამ ხარისხობრივად ხა იქ რასაც უსმენდი და ემოციაც რაც მოდიოდა აი საერთოდ არ ეთყობოდა რომ ამას ეს არ ევასება რა მე მაგითო იმას ცოტა თავიდან სოფოთ ამას ისინი ევასება რაღაცეებს რაზე უნდა ველაპარაკოთ არა იმიტომ რომ სრული ხლობა ხო ყელის რასაც უნდა იმას აკეთებდა ძალიან მაგრად თურმე რა და ესე გააკეთებინა რაც უნდოდა მაგრამ მე მგონია რომ იმიტომ აღარ იქრინჯები ანუ ის სოფო რაც გამოსატანი ყავდა ეგ რომ გამოდე ეხლა და აი მე მგონია რომ ეგ ძალიან დიდი შვება რა იმიტომ რომ ხალხი მაგერ მე ანუ წლებია იმით იტანჯება რომ შიგნით რაღაცები იქსოვება იხარჯება და ანუ მაგის საშუალება რომ შენ ეს ყველაფერი საშუალება არა უბრალოდ შენ თვითონ ადექი შენ თვითონ გააკეთე ყველაფერი და მე მგონია რომ აი ეს რომ დადე შენი ნამდვილი მე ის აღარ კრინჯავს ეგრესე მგონია მეტიც მე ამაყება მართლა მე ამაყება და რაღაც ისე მახსენდება რა რომ რაღაცა დიდი რაღაცა რამაც ასევე დიდი რაღაცები მომიტანა თუნდაც ის რომ ეხლა
ალექსას ვიცნობ, ვისენთაც ბენჩი ვარ, იმის დამსახურებაა, რომ მხოლოდ ქართულიდან გადაწყდა, რომ მე ქავერების ალბომი ჩამეწერა, გავიცანი ალექსა და მოკლედ. ანუ ჯაჭვში არის ყველაფერი. და მხოლოდ ქართულში პირდაპირ ესე ადექი მიხვედი? მხოლოდ ქართულში, ჩემო ვოკალის მასწავლებელმა მითხრა, რომ გადიო. და ვოკალის მასწავლებელი ესე დადიოდი, თუ მღეროდი, იქამდე თუ სიმღერას Teen Club-ში ვოკალის გაკვეთილებზე. და დედაჩემს რო უთხარი სახში რომ ქართული სიმღერების კონკურსი უნდა გავიდე თქო, გაიცინა, იმიტომ რომ ეგონა რომ ხუმრობდი. იმდენად დედაჩემი მღერის ბავშვობიდან მესმის, როგორ მღერის ქართულად და აი რო ვერ აგიყოლიებს, ხო იცი, მოდი აბა გამღეროთ რა და მე სულ გაქცევაზე ვიყავი და ხო, ნუ ვერ მიიღო სერიოზულად რა. სიმღერები შენგან არ თავდი ალბათ არც ქართულს არ არა, აი დედაჩემისგან თუ მოვისმენდი რაღაცა, თორე გავრბოდი მოკლედ რა ქართულის სადაც მესმოდა და იმდენად მაღაზიანებდა და არ მომწონდა და ასე შემდეგ რომ გავვრბოდი. ამის მე გამოხვიდე ისე იმღერე გეგონება მთელი ცხოვრება, აი ქართულს უსმენდა და ძალიან პატარა იყო ეგეც ვთქვა. ის არ გაქვს ცოტა, ეხლა აი რასაც აკეთებდი, ხო ძალიან ბევრი ნახვა ქონდა. კი. და ეხლა ამას ნახე მე უყურე და კიდე 400 მაკაცმა რა. კი. ეგ ხო ზოგადად ეგრეა რა, ანუ არა კომერციულ და ხარისხიან რაღაც თუ აკეთებ, აქვს ცოტა ნახვა რა, უმეტესად რა. და ეხლა არ გაქვს ეგ უცნაური ის, რომ ის სოფო მილიონ რაღაცა ნახვა აქვს და ამ სოფოს რომელიც გევასებად ალბათ ხონდა მაგის მელოდინი. არა, მელოდინი არ შემიქნია, რომ ახლა ვარსკვლავების მოწყვიტავს ეს ყველაფერი, მაგრამ იცი რა, სიმართლე გითხრა, მე მგონია, რომ სადღაც მაინც მოვა მაგის დრო, სადაც მსმენელი ეყოლება მაგ ყველაფერს და ვიმღერებთ და ვუკრავთ ბევრ ხალხში. ეგრე მას თარია სწორ ბევრმა არც იცის საერთოდ რომ რაღაც პიარი არ მოხდა წესიერად არაფერი. ეგეც ხო, ეგეც ხო და ნელ-ნელა მგონია რომ დროის საკითხი და ვიღაცები მოისმენენ და ვიღაცებს მოეწონებათ, ვიღაცებს არ მოეწონებათ. მაგრამ მგონია რომ სწორ აუდიტორიაში თუ მოვხვდებით, ჩვენი მსმენელი გვეყოლება. და არის სწორი აუდიტორია ვიყავთ. აი, როგორ გითხრა რა, გაწუხებს თუ უფრო გისწორდება ეხლა ეს ერთი მსმენელიც რო იყოს მართლა, ერთი მსმენელი რომ მოდიოდეს სადღაც და უნდა დაუკრათ, დავუკრავს სიამოვნებით ერთი მსმენელისთვისაც კი, იმიტომ რომ კი, მნიშვნელოვანია რომ რატო ვაკეთებ, რომ გავაზიარო, თორე დავდებ მაშინ და არც გამოვაქვეყნებ. ხო რა, ანუ ძალიან მაგარია შენს მსმენელს რო პავლობ. ჩვენ ეხას 1-3 წელია უკვე რაც ამ ამბავს ვაკეთებთ და შარშან დავდეთ ეს ალბომი. ეხლა მოდის მეორე ალბომის შემოდგომაზე. რაღაცეები, რაღაც ლაივი სადაც მქონდა ბოლოს, გადავიღეთ და ერთი ვიდეო დავდეს და ნელ-ნელა დავდებთ კიდე სხვა ვიდეოებსაც. სესიები გავაკეთეთ რამდენიმე. და აი მოკლედ, როგორ გითხრა, ვაგროვებთ ყველაფერს იმისთვის, რომ რაღაც მზად ვიყოთ ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაცეებში მონაწილეობა მივიღოთ რა. კაი, მოდი ისევ ამ ალბომზე უცებ, რომ ჩამოვუღეთ track by track არ გამოვა, მაგრამ 1-2-3-ს მე რომელიც გამოვარჩიე და იმაზე რო გითხრა და მე შენი საყვარელი ტრეკიც რო გითხრა. პირველი Game Over რა თქმა უნდა, ამ სამში რომელიც მე ამოვარჩიე Game Over იყო პირველი. Top 3 გაქანო. Top 3 მაგ ხო, რომელსაც მე 13 და მე 4 ყოველს მე. დანჩენს უმეტესობას TikTok-ჯერ, მე მეორეჯერ თათვერი გქონდა რაღაცებს და მე მეორეც ვნახე. Game Over ძალიან კაი იყო. ამ ტრეკზე რო გითხრა, ეს იყო პირველი შერაც. ეგ დაწერა და მაგით დაარქვია ალბომსაც Game Over. თან ის ამბავიც არის, რომ ხო რა 200-როვანიანი ცოტა. კი, ერთ-ერთ მხარეს მივხვდი, ხო. და რამე კონკრეტულ სახებო და Game Over. ირადულ ცხოვრებისეულ რაღაცებს ყველაფერს ერთად. ყველაფერს ერთად, როგორც კარიერულ, ისე ირადულ ცხოვრებას ჯამში ერთად. მაგრამ არის რაღაც სიმღერები, რომლებიც არ მქონია გათვლილი იმაზე, რომ love song-ი ყოფილიყო, ან ვიღაცაზე ყოფილიყო, შეყვარებულზე ან ექსზე, მაგრამ ხალხმა ვიღაცებავიც მოусმინეს, მითხრეს, რომ ეს იმაზეა, და ეგ ძალიან საინტერესო არის რა, ეგ ინტერპრეტაციები, რომ შენ რაღაცაზე გაქვს დაწერილი და მე ვიღაცას სხვანაირად ესმის, ან ხო. მეორე იყო, რომელიც დამევასა და ძალიან რაღაცნაირი გზნობა მქონდა Happy Birthday რა. Okay. აუ რა უცნაური, ვიცი როგორ სიმღერაა? აი რო დაბადების დღე რო აქ ვიღაცას და ძალიან რო გინდა მიულოცო, მაგრამ აი ზუსტად რო იცი რომ არ უნდა მიულოცო რა, შეცდომა არა, მაგრამ აი ძალიან გინდა რაღაც ეგეთი ტრეკია რა. უსმენდა რაღაცა ეგ წამოიღო რა და ძალიან კაი არის. მე სულ პოწმენილი ვარ ხოლმე ჩემი დაბადების დღე რო მოდის და So happy birthday, happy birthday, happy birthday.
Happy birthday, happy birthday, happy birthday. და მესამე იყო Game On-ი. Game On-ი არის ჩემი ეს სამი ამოვარჩიე რა და არ ვიცი შეიძლება მეორე მესამე მეოთხე მოსმენ კიდე რაღაცები იყოს მაგრამ უეჭვარ Game On-ი არის ჩემი თავში რა კოპია fucking maze ეს დამავიწყდა და იქ შუაში solo და პატარა breakdown-ით მეთქი ვარა ხება და აი ამ ეს ხო ორი ტრეკებით Guano Apes-ი რა რამდენიმე ტრეკში კიდე ცოტათი ალანის მორისეტის რაღაცა ერთ დაახლოებით ისეთ მუსიკას ემსახურებიან და შეიძლება გადაკვეთილიყო ეხლა რო გითხარ ძალიან გასკო არა მაგრამ რაღაცა რო ჩავრთე გამახსენა რა და კარგი რაღაცები გაგახსენე. კი, Guano Apes-ი ძალიან წამოიღო აი. რა რის გავლენა აქ. აი, ვინც ახსენე ალანის მორისეტი ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს Nirvana Soundgarden. მარტო ის არ არის რომ რა ჟანრშიც ვაკეთებ იმას უსმენ. Pop-საც ძალიან აქტიურად უსმენ და ძალიან მიყვარს ვიღაცები. აი, შენთვის ყველაზე მეტად ისი გავლენა აქვს ხა ამ ალბომს რაც. ალბათ grunge-ის გავლენა აქვს ალბათ. Nirvana Soundgarden. ვის ვოკალს გადაადებდი ხა ამ ალბომს? შენ რო არა? აი, რა კაი კითხვა. აი, შენ რო არა? ეგენი ზუსტად იგივეა, პროსტად ვოკალი. ვისაც გადავადებდი არ ვიცი, მაგრამ დუეტში რო გვემღერა. ძალიან დიდი თუნდაც ალანისთან ძალიან დიდი სიამოვნებით, კრის კორნელთან ძალიან დიდი სიამოვნებით. კრის კორნელთან სამწუხაროდ აღარ მოხერხდება. რამე სხვა სამყაროში. ძალიან ხო, კაი კითხვა იყო და ალანის მორისეტს რო იმღერა Game Over ღმერთო. ხო, აი ამასთან შედარებით შენაც ჩაწერე ხა ამ ალბომთან. ის ბევრად მსუბუქია. ალანის მორისეტის ყველაზე ცნობილი ალბომი რაც არის, იქ რა ტრეკებიც არის, ყველა არის ძალიან Auto-Knows ვერ ვიტყოდი რომ მსუბუქი და აი ეგ არის ალბათ ყველაზე ისეთი რა, რომელიც აკუსტიკური ვერსია. ბევრად მიჩვენია ორიგინალს. შენ რომელს გამორჩევდი? მე ჩემი სამი კითხარი უკვე და 4. მე რომელს გამოვარჩევ? შენი ყველაზე რთული ამის შვილები არიან. კაი რა, აი როგორც მართლა რომ კითხონ რომ ეხლა აი შვილი ვერ არ მყავს, მაგრამ კიდე მეორე ზაღლიც რომ მყავდეს და ის ზაღი აი რეებს პოდიალ. I never wanted to be stuck in this box where I don't own myself. Still can't stand lying, but yet can't say the truth, 'cause I owe you. Your sweet as a lies made me see I ain't listening to your words no more. Your kindness colors alone bleeding. I ain't asking for some water no more. That doctor told me that I will be just fine, but I still don't own myself. When game is over and pain goes away, I'll still owe you. Your sweetest lies made me see I ain't listening to your words no more. Your kindness colors alone bleeding. I ain't asking for some water no more. Game over. Game
ვიღაც ტირის. სოფო, მოდი გადავიდეთ ახლა რუბრიკებზე და გითხარი შენი სამი რჩევა. გინდა ბენდი, გინდა არტისტი, გინდა სიმღერა, გინდა აური ერთმანეთში. როგორც გინდა, რას მოусმენონ? შენგან რჩევა, შენ რას უსმენ ალბათ მაგითი იქნება. ან შეიძლება არის. დიახ, მე რა თქმა უნდა იმას ვიტყვი, რასაც მე უსმენ, ძალიან მიყვარს და გამოვარჩიე გულით. დავიწყებ ალანის მორისეტით, რომელიც შეიძლება ბევრმა იცის და დარწმუნებული რომ ბევრმა იცის, მაგრამ ჩემ თავობაში და ჩემზე პატარებში ხშირად ჩემხოდიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მოსმენელი ალანის მორისეტი. ვურჩევდი, იმიტომ რომ ჩემი აზრით გენიალური სტორიტელერია, რანაირადაც წერს გინ მუსიკას და ამ მუსიკას როგორ უთანხმებს ლირიქს. ჩემი აზრით საოცრებაა, ჯერ მარტო მაგის გაანალიზება, რო არ მოусმინო, ცალკე მდგომი, ეგ ამბავი უკვე ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ვიტყვი ახალ გასტარებულ Youngbloods, რომელიც შეიძლება ასევე ბევრმა არ იცოდეს და მოვასმენინებდი ორ სიმღერას უსმენ Youngblood-ის ყოველ დღე. ეგ არის Lovesick Lullaby და Hello Heaven Hello. კი ბატონო. ორს ვიტყვი რა. ორი თქვი. ორს ვიტყვი. ბევრია, ძალიან ბევრია. ვინც მინდა რომ მოისმინონ, მაგრამ დავამატოთ ერთი ბონუსად იყოს. Soundgarden-ს მოусმინონ. Black Hole Suns, კონკრეტულად. მეოთხე კიდე ვიღაცა გეთქვა კიდე Soundgarden-ის გარდა. Sophos მოусმინონ, Sophos Spotify-ზე, YouTube-ში. მაგის დამატებას მე ვაპირებდი ხა რომ Apple Music-ზე. მეოთხე, კი არა მეხუთე რჩევათ ვაპირებდი რომ ამ ალბომს Game Over-ს აუცილებლად მოусმენ, იმიტომ რომ სხვა Sophoelით საერთოდ არ ვიცი. შეიძლება თავის თავი ელით იცი სინამდვილეში. კი, ბევრს. Sopho კიდე ერთი რუბრიკის დრო გვაქვს. რეაქციებს არ ვიცი შენ უყურებ თუ არა, მაგრამ ბევრი მაყურებელი ყავს რეაქციებს YouTube-ზე და მინდა დღეს მოგასმენო Youngblood-ის Changes და შეხედე. I feel unhappy. ვიღაცა მიუწერანო Harry Styles-ი, ოღონდ პანკიო რა, ეგეც არის. არ ვიცი. I've lost the best friend that I ever had. ამ ბიჭის ლივერპულის ფორმა Was my one. ჩემი საყვარელი გუნდის კომაგი ყოფილა. I love her so. ეს ის ფეხბურთელია, მე მგონი რომ გარდაიცვალა, ვისი. ჟოტა კი, დიეგო ჟოტა. It's too late now. I've let her go. I'm going through changes. I'm going through changes. I'm going through changes. We shed the earth, we shed each day, and love together. We found a way. We set the world, and it's either way. My heart was blinded. მე ვათამაშებდი ანტაგონისტს, რომელიმე მაშინ ანუ აი აუცილებლად ჯოკერი რო ითამაშოს წარმოიდგინე. ჯოკერი შეიძლება. ნებისმიერი ვილენ Going through changes. I'm going through changes. ყველა ბედნიერია, ვინც ამ კონცერტს დაესწრო, ჩემი აზრით. მე კომენტარებს არ გითხოვ ხოლმე, იქ ვიყავი ვიღაცები რომ წერენ და სუმშურს ხოლმე. მაგრამ აი მინდა რომ აი ის იყო, აი ჩიჩიები რო უჩანს. ო
Wish I could go back and change these years. I'm going through changes. I'm going through changes. I'm going through changes. Let me see a little ditty out to the top. Oh, I'm going. I can't hear you say. I'm going through changes. Oh, yeah. God bless Ozzy Osbourne. God bless Black Sabbath. God bless. God bless Black Sabbath. God bless Ozzy Osbourne. ეს წინაშე იყო Young Blood და Sopho Batilashi. ეგეთი დუეტი რო გაიჩნდება ერთ დღეს. ძალიან დიდი მადლობა Sopho. ელოდები ჩვენი სტუმარი. პირიქით. მადლობა კარგი რჩევებისთვის, მადლობა კარგი ალბომისთვის და წარმატებები და კონცერტები წარმატებები. ხდება ხოლმე. ზრდა და ზრდა, კარგი აუცილებლად. სტუმრები. მადლობა. ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემსაც ძალიან. It was good. ნახვამდის მადლობა. კარგად. Okay, let's do this thing.